საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ აპრილში ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. სტრასბურგში გამართული წარმატებული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე პროცედურა დარჩა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას უკავშირდება. ეგრეთ წოდებულ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების შეჯერებულ ვარიანტსაც გასულ კვირას ევროპარლამენტარებმა უყარეს კენჭი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს და უკრაინას ვიზა ლიბერალიზაციისკენ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კი უშუალოდ კენჭისყრაზე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში დადგება. საბოლოო გადაწყვეტილებას თუ როდის შევა რეალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში ევროკავშირის საბჭო მიიღებს. ევროპარლამენტს შეუძლია კენჭისყრა იანვარში ან თებერვალში. საქართველოს შესახებ ბოლო შეჯერებულ ტექსტს შესაძლოა ხელი მოეწეროს 7 აპრილს. 15 აპრილს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება და ამის შემდეგ აპრილის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ გადაადგილებას. ევროპარლამენტის სხდომის შემდეგ მთავარი მომხსენებელი მარია გაბრიელი ჟურნალისტებთან საუბრობდა იმაზეც, რომ ტექნიკურ პროცედურებს ამდენი დრო არ უნდა დასჭირდეს და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეიძლება უფრო ადრეც ამოქმედდეს. მე ვერ მივიღებ წინადადებას აპრილის ბოლოდან ამოქმედების შესახებ. ეს ძალიან შორია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. დრო ევროკავშირმა შეასრულოს ის, რაც საქართველოს მოსახლეობას დაპირდა. საკითხის გაჭიანურების მიზეზი არ არსებობს. სხდომის მონაწილეები ევროპულ სტრუქტურებს აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს დაიმსახურა უვიზო მიმოსვლის უფრო სწრაფად მინიჭება. What we recommend თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სტატუსი საქართველოს და უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს. ეს არის ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისათვის უმნიშვნელოვანესი. მათ შეასრულეს ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო. ეს იქნება ხელსაყრელი როგორც ევროკავშირისთვის, ისე ზოგადად რეგიონისთვის. სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ პოლიტიკურ შეთანხმებას უმნიშვნელოვანესი უწოდა. ძალიან მიხარია, რომ შეთანხმება უკვე გვაქვს. ეხლა დარჩენილია ისევ საკმაოდ ბევრი პროცედურა გასავლელი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, იმიტომ რომ სამივე ინსტიტუტმა შეათანხმა და შეიძლება ითქვას, აი ამ შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია. ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. ჩვენ გადავდივართ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის მოქმედების გაუქმების ფინალურ ფაზაზე. ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ და წინ წავიწიეთ დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების პარალელურად. უნდა გავაანალიზოთ და დავიმახსოვროთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისათვის კეთდება, რათა ევროკავშირს დაუახლოვდნენ. როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკიმ განაცხადა, ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს მალე მიიღებს, რადგან დაბრკოლებებს ვერ ხედავს და ყველაფერი შეთანხმებულია. 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი განიხილავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შეთანხმებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ და საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგს უწოდებენ. ეს არის შედეგი რეფორმების, რომელიც მთავრობამ განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში სამოქმედო გეგმის გადმოცემის შემდეგ. ეს არის აღიარება საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის რეფორმების, რომელიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება. ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მიმართებაში გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ დაგვრჩა კვლავ მთელი რიგი პროცედურების გასავლელი, ამიტომ ჩვენ ნაბიჯ ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველოს შეასრულა ყველა პირობა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული და რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და არა მხოლოდ ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის. სადვართ ვიზა ლიბერალიზაციის სარგებელი ხელმისაწვდომი გახდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო წლის პირველ ნახევარში დასაწყისშივე ალბათ გვექნება პროგრესი ამ საკითხთან დაკავშირებით, უпростоრად ეს საკითხი დასრულდება და საქართველოს მოქალაქეებს რეალურად შეეძლებათ საქართველოს პასპორტით უვიზოთ მიმოსვლა დადგენის წესებით 90 დღე 180 დღეში მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის ხედვისათვის ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებს შეუქმნათ შესაძლებლობა ისარგებლონ აი ამ სიახლეებით, რასაც ჩვენ გვთავაზობს ევროკავშირთან თანამშრომლობა. მათ შორის გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის სხვა სარგებელი, რაც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რაც უკავშირდება განათლებას, გარკვეულ ტრენინგებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ეს ყველაფერი ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია და მე დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იქნება სტიმული იმისა, რომ სამშვიდობო პროცესს, შერიგების პროცესს, ხალხთა შორის კონტაქტს მეტი ბიზგი მიეცეს და მეტი შესაძლებლობები გაეხსნას ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს. იმას რომ წარმოვიდგენთ, რომ დღეს ამ ადამიანებს მავთულხლართებთან უწევთ გამკლავება და რამდენიმე მეტში ვერ გადაადგილდებიან, ასეთი შესაძლებლობის გახსნა მათთვის არის თვისობრივად ახალი მოვლენა და აბსოლუტურად განსხვავებული მომავლის პერსპექტივა.